ეხლა რატომ გვირწყავენ პირდაპირ რატომ მოდიან და ეს ყველაფერი რატომ ჩაგვიწერეს უყურეთ დღეს აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე ხშირად ვახსენებთ ხოლმე საბჭოთა კავშირს ევროკავშირთან შესაბამისობაში ვახსენებთ მაგრამ ერთ ხაზზე რა შემთხვევაში გამოდის რომ საბჭოთა კავშირი ამათთან შედარებით არის დემოკრატიის ოაზისი და ძალიან მარტივად ახსნი რატომ საკამათამდე მოვალ მოსამართლეების დასანქცირება არ დაგავიწყდეთ რომ მოსამართლეების დასანქცირებას აპირებენ ანუ ეს რას ნიშნავს იცით რომ თან ოჯახებით და ასე შემდეგ სხვა მოსამართლეები შეაშინო თქვენ გადაწყვეტილებები მიიღეთ ისეთი როგორიც უნდა ანუ ჩვენ და შესაბამისად საქართველოში ჩვენს ელჩს იმას უნდა შეეკითხო აღკვეთის ღონისძიების სახეც სასჯელის ზომაც და თქვათ რა უნდა შეუფარდო საბოლოო ჯამში აქეთკენ მივყავართ ეს ხომ არის ჩიხი ამის იქით გამოსავალი არ არის ანუ ეს არის დაცინვა არის საზოგადოების დაცინვა მასხარად აგდება და დაბეჭავება მეტი ხო არაფერი არ არის რა ის გადაწყვეტილებები ჩვენ უნდა მივიღოთო აქ ეხლა მოსამართლის დასანქცირება საერთოდ რა შუაშია რა გადაწყვეტილებებიც მიიღო მოსამართლემ ახლა ამ პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ ლიდერებთან დაკავშირებით ეს არის ყველაზე მარტივი ამ გადაწყვეტილებას გამოიტანდა იურიდიულის პირველი კურსის სტუდენტი სწორად შეფასებაც არ ჭირდება არა აღიარებით ჩვენება არა კონსტიტუციაში წერია რა ვალდებულება გაქვს კანონში წერია რა ვალდებულება გაქვს ამას არ ასრულებდა მეტი ამას არ კიცებულება ჭირდება არც მოწმის დაკითხვა და არც არაფერი ხო მარტივია მხოლოდ უნდა შეაფასოს სასჯელის ნაწილში არაფერი არ არის აქ ეხლა რთული და ისეთი გადაწყვეტილება მისაღები რომ მოსამართლეს არა გამოძიებას თავიდან არის მოსამართლეს ეფიქრა და სხვა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლეს საშუალებაც არ ჰქონდა სხვა გადაწყვეტილება რომ მიიღო აი ამას ასანქცირებენ ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე მნიშვნელოვანი ანუ როდესაც გეუბნებიან გაუქმეთ გამჭვირვალობის კანონი მე თვითონ მოვისმინე როდესაც პარლამენტში ამის წინ ევროპარლამენტში განხილვა მიმდინარეობდა ევროკომისარი ყავთ ესეთი მარტა კოსი რომელმაც გამოვიდა და თქვა რომ ის საქართველოს ხელისუფლება თავისი კანონებით ხელს გვიშლის თავისუფლად დაფინანსების პროცესებშიო რა ხო წარმოგიდგენიათ ანუ ხელისუფლება თავისი კანონით არც კი მალავე ხელს გვიშლის დაფინანსებაში იმისთვის რომ ჩვენ დავაფინანსოთ ის ხალხი რომლებიც ხვალ და ზეგ პერსპექტივაში რევოლუციას მოახდენენ ისე გვერდები არ აუდგათ მაგათ როგენ რევოლუციას ვერ მოახდენენ მაგრამ ეს ხო პირდაპირ გვიცხადებს და მესამე აგერ კაია კალასმა აი ამ წერილთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში ესეთი რამე განაცხადა არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება ესე იგი პირდაპირ თქვა რომ ჩვენო განვიხილეთ კიდე სხვა საკითხებიო რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოში NGO სექტორს სამოქალაქო საზოგადოებას რა თქმა უნდა სამოქალაქო საზოგადოება მოიხსენია ანუ რა გამოდის ეს რასაც დღეს ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით პირობებს გვიყენებენ ეს არის დახმარება NGO სექტორზე NGO სექტორისათვის არა ანუ ჩვენ რომ ვიზა ლიბერალიზაციას არის მათი დახმარება აგვიუქმებენ ისინი ეხმარებიან ყოფილო იქნება უყურე გაგვიუქმებენ ვიზა ლიბერალიზაციას ამით ეხმარებიან იმ პარტიებს და NGO სექტორს ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას ანუ ჩვენ ვეხმარებით იმათ იმისათვის რომ დავამთავრებ ხოლმე მთავარი რაც ბოლოსთვის შემოვინახეთ რაც მთავარია ხა უამრავი განმარტება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით რომ თავისთავად ცხადია ამ კანონის გაუქმება ეს რაც არის არასრულწლოვანთა დაცვა და ოჯახურ რაღაცა ანუ რას ის ოჯახურს თავიდანვე ვიცით რომ აღარ ღირს ეხა იმის გამეორება რომ ქალი კაცი და ქორწინებასთან დაკავშირებით რომ ქალისა და კაცის ქორწინებაზეა და იქ შვილად აყვანაზე წერია და ასე შემდეგ აქ ყველაზე მთავარი არის რაც შეიძლება ვერ გათვალეს და რამაც შეიძლება იმუშაოს პირიქით ქართველ საზოგადოებაზე ანუ პირდაპირ გეუბნებიან რომ თქვენ მწვანე უნდა აუნთოთ LGBT პროპაგანდას სკოლებში და საბავშვო ბაღებში ესე მარტივად მწვანე უნდა აუნთოთ რასაც აკრძალვას თუ მოხსნი ეგ არის ხო ანუ როგორც კი აკრძალვას მოხსნი
შემდეგ უკვე ვალდებული ხარ კანონი მიიღო ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ეს არის ორჯერ ორი. როგორც დღეს გეუბნებიან ვიზა ლიბერალიზაციას გაგიუქმებო, ამას რომ გაუქმე, მე ერთ კვირაში კიდევ მოაყოლები. ეხლა მიიღებ ამ კანონს, მე მიიღებ ამ კანონს და ასე შემდეგ, ხო? ამას მოყვება, ეს არის შანტაჟის თუ და ბურჯანაძის აქციაზე რომ კაცი გამოდიოდა და აღარ მინდა მაგის გამეორება ცნობილი კადრია, სწორი ყოფილა ეს. თუ ერთი წამოეგე ამ შანტაჟს, ხო? მე ჩათვალე რომ 28 წლამდე ისე მიგიყვანონ, მიგიყვანენ ყველა კანონს მიგაღებინებენ.